მსოფლიო ფიქრობდა, რომ რუსეთი უკრაინას კვირებში გაანადგურებდა. შესაძლოა დღეებშიც. სამხედრო ანალიტიკოსები, სადაზვერვო სააგენტოები თავად ბევრი უკრაინელიც კი ელოდა სწრაფ კოლაფს, მაგრამ რეალურად ყველა შეცდა. მაგრამ რატომ? რატომ იყო ეს პროგნოზი ასე ფუნდამენტურად მცდარი და რატომ მოახერხა უკრაინამ ყველა მოლოდინის მიუხედავად ომის დინამიკის შეცვლა, ისე რომ მისი საბოლოო გამარჯვება უკვე პრაქტიკულად გარდაუვალე. ეს არ არის სასწაულის ისტორია, ეს არის მცდარი გათვლების, კორუფციის, სტრატეგიისა და უყევინების ისტორია. ამ ვიდეოში მე ვეცდები ახსნა რა მოხდა სინამდვილეში, გავაანალიზებ რუსეთის შეცდომებით სავსე მიზნებსა და ამბიციებს, ძალთა მოჩვენებით უთანასწორობას, რუსების ცრუ თავდაჯერებულობას და რეალურად მძიმე მდგომარეობას, რომელიც მათ კონფლიქტის მთლიან 1500 კილომეტრიან ხაზზე აქვთ. პირველი გასროლის დაწყებამდე რუსეთის სამხედრო გეგმა ილუზიებზე იყო აგებული. კრემლს წარმოედგინა ილვისებური კამპანია, კიევის ხელმძღვანელობის გაქცევა, ხარკოვისა და ოდესის მსგავს დიდ ქალაქებზე კონტროლის დამყარება, ყირიმთან ფართო სახმელეთო ხიდის უზრუნველყოფა და უკრაინის სრული დემილიტარიზაცია. ეს მხოლოდ სამხედრო ფანტაზიები არ იყო, ეს იყო პოლიტიკურ ნაციონალისტურ ფანატიზმზე დაფუძნებული მიზნები, რომელიც სრულიად მოწყვეტილი იყო რეალობას. ფურცელზე რუსეთი მართლაც შეუჩერებელ ძალად მოსჩანდა, თითქმის 900,000 მოქმედი სამხედრო, 13,000-ზე მეტი აქტიურ მზადყოფნაში მყოფი ტანკი, 19,000 ჯავშანტრანსპორტიორი, 6,000 საარტილერიო სისტემა და დაახლოებით 4,000 თვითმფრინავი მოსკოვის გიგანტურ არმიად წარმოაჩენდა. შედარებისთვის უკრაინას ჰყავდა დაახლოებით 200,000 მოქმედი ჯარისკაცი, მხოლოდ 2,000 ტანკი, 6,000 ჯავშანტრანსპორტიორი, 3,000-ზე ნაკლები საარტილერიო სისტემა და დაახლოებით 300 თვითმფრინავი. ფურცელზე სხვაობა მართლაც უზარმაზარი იყო. თუმცა მშრალი რიცხვებისა და თავდაჯერებულობის მიღმა რუსეთისთვის არასასურველი რეალობა იმალებოდა. რუსეთის შეიარაღებული ძალები რეალურად კორუფციით გამოხრული, სუსტი ტექნიკური მომსახურებითა და მოძველებული საბჭოთა ეპოქის დოქტრინით მართული ძალა აღმოჩნდა. მათი აღჭურვილობის დიდი ნაწილი უბრალოდ გამოუსადეგარი იყო. უკრაინას კი ის ჰქონდა, რაც რუსეთს აკლდა წლების გამოცდილება დონბასის ომებში, დასავლეთში მომზადებული ბრიგადები და ყველაზე მთავარი საკუთარი მიწის დაცვის დაუძლეველი ნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის მოჩვენებითი ძალა ქაღალდის ვეფხვი გამოდგა, უკრაინის მცირე არმია კი რეალურად ბევრად უფრო გამძლე და ადაპტირებადი. როდესაც რუსულმა ძალებმა საბოლოოდ გადაკვეთეს საზღვარი 2022 წლის თებერვალში მოსკოვი თანამედროვე ბლიცკრიგს გეგმავდა. ელიტურ საჰაერო სადესანტო ნაწილებს დაევალა კიევის შტურმი, აეროპორტების აღება და უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია ან დატყვევება. მათ უკან ჯავშანტექნიკის კოლონები უნდა შემოსულიყო, რომლებსაც დაშლილი უკრაინის სახელმწიფო დახვდებოდა, მაგრამ რუსული ფანტაზია რეალობას რამდენიმე საათში შეეჩეხა. უკრაინის თავდაცვა მყარად იდგა, ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები ყველა უბანში გაჩნდა, რუსის საჰაერო სადესანტო ჯარები გოსტომელის აეროპორტში გაანადგურეს და ის ცნობილი 40 კილომეტრიანი კოლონა კიევის ჩრდილოეთის ჯართის გროვად აქციეს. აღნიშნული კოლონა რუსული წარუმატებლობის გლობალურ სიმბოლოდაც იქცა. მაგრამ ჩემი აზრით რუსეთის ყველაზე აშკარა მარცხი ცაში გამოვლენა. მიუხედავად მისი უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობისა, მოსკოვმა ვერაფრით მოიპოვა საჰაერო უპირატესობა. უკრაინულმა არმიამ მობილური საჰაერო თავდაცვისა და მხარზე გასაშვების სტინგერების დახმარებით რუსეთს საჰაერო სივრცის კონტროლის უფლება არ მისცეს. ამან რა თქმა უნდა შეეფერხა რუსული მანევრული ომი და მისი სახმელეთო ძალები მუდმივი დარტყმების ქვეშ ჩააკენა. პირველი ფაზის ბოლოს რუსეთის გეგმა რეჟიმის შეცვლის შესახებ ისე ჩაიფერხლა, როგორც მათი უძლეველი კოლონა. რაინდა მყარად იდგა, კიევის ჩრდილოეთით შეტევა ჩაიშალა და რუსული სამხედრო უძლეველობის მითი სამუდამოდ დაინგრა. რადგან კიევმა თავი დაიცვა და რუსების ბლიცკრიგი ჩავარდა, რუსეთს თავიდან მოუწია ყველაფრის გადაანგარიშება. ჩრდილოეთით შეტევა მიატოვა და აღმოსავლეთით გადმოინაცვლა და ძალები დონბასსა და ყირიმის ჩრდილოეთ სახმელეთო თერეფანზე გადაიტანა. აი აქედან დაიწყო მეორე ფაზა, დამქამცველი, ტანჯველი ომი. რუსული დოქტრინა ახლა ერთ რამეზე იდგა, არტილერიის უპირატესობაზე. ქალაქები როგორიცაა სევეროდონეცკი და ბახმუტი დაუნდობელი დაბომბვების ქვეშ ნანგრევებად იქცა. მოსკოვი ცდილობდა მასიური დაბომბებით უპირატესობის მოპოვებას. ჯეროდათ რომ საარტილერიო უპირატესობა დაღლიდა და გატეხდა წინააღმდეგობას, მაგრამ ფრონტის ხაზები რომ გამაგრდა, რაღაც საკმანძოდ შეიცვალა. დემოკრატიის არსენალი ჩამოვიდა, დასავლურმა შეიარაღებამ ბრძოლის ველი შეცვალა. აი მარსი გახდა ამ ახალი ფაზის სიმბოლო, ზუსტი სარაკეტო სისტემები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ხაზებს მიღმა სიღრმეში ურტყავდა, ანადგურებდა საბრძოლო მასალის საწყობებს, სამეთაურო პუნქტებს და ლოჯისტიკურ ცენტრებს. შესაბამისად, რუსეთის მიწოდების ჯაჭვები მოწყვლადი გახდა. თანამედროვე 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემები სიზუსტით აღემატებოდა საბჭოთა ქვემეხებს, რაც უკრაინას სასიკვდილო უპირატესობას აძლევდა კონტრბატარეულ დუელში. დასავლური ტანკებით და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ისეთ მობილურობას, დაცვას და ცეცხლს უზრუნველყოფდნენ, რომ რუსეთის მოძველებული ჯავშანი უბრალოდ ვერ უძლებდა.
ამასობაში მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებიც გამოჩნდა. ისინი იცავდნენ უკრაინის ცას, აჩერებდნენ რაკეტებისა და დრონების ტალღებს, რითიც რუსეთის საჰაერო დომინირების ყოველგვარი იმედი მოისპო. მაგრამ რა თქმა უნდა, უკრაინის ნამდვილი უპირატესობა მარტო იმპორტირებული ტექნიკა არ იყო, ის იყო ადაპტაცია და გამჭრიახობა. შეიძლება ითქვას, დრონების ომი უკრაინულ სპეციალობად იქცა, სადაც ბერბო დრონები რუსულ პოზიციებს რუკაზე ასახავდნენ. დამრტყმელი დრონები კი ასაფეთქებელს პირდაპირ მტრის სანგრებში და ჯავშან ტექნიკაში ატარებდნენ. საზღვაო დრონები რუსულ გემებს შავ ზღვაში ურტყავდნენ. მოსკოვის ფლოტი სევასტოპოლიდან გაიქცა. უკვე 2025 წელს კი რუსეთისთვის ომის ნამდვილი ფასი გამოაშკარავდა. ადამიანური დანაკარგები გამოუგნებელია. 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. მატერიალური დანაკარგები კი ცალკე დამანგრეველ ისტორიას ყდება. მესამე მხარის დამოუკიდებელი დათვლები ადასტურებს 11,000-ზე მეტი რუსული ტანკის განადგურებას ან ხელში ჩაგდებას. სულ მცირე 3,000 საარტილერიო სისტემის განეიტრალებას და 400-ზე მეტი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ჩამოგდებას. საზღვაო ხომალდებიც კი არ იყო დაზღვეული. კრეისერ მოსკვას ჩაძირვა დამცირების სიმბოლოდ იქცა. მოსკოვის სულ უფრო და უფრო ხშირად იღებს საცავიდან მოძველებულ საბჭოთა ეპოქის ტანკებს, აახლებს 1960-იანი და 70-იანი წლების რელიკვიებს. განსხვავება უკრაინასთან მკვეთრია. დიახ, უკრაინას აქვს მძიმე მსხვერპლი ტერიტორიული და ტექნიკური დანაკარგები, მაგრამ დასავლური დახმარება მუდმივად ავსებს მის არსენალს. ახალი ბრიგადების წვრთნა საზღვარგარეთ გადიან, თანამედროვე აღჭურვილობით მარაგდებიან და უკან ფრონტზე ბრუნდებიან. მორალი კი რა თქმა უნდა უფრო მაღალია, რადგან უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სახლებისთვის, ოჯახებისთვის, გადარჩენისთვის. რუსეთის ბრძოლის ველზე წარუმატებლობები მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზეც აისახა. ძალაუფლების კონსოლიდაციის ნაცვლად მოსკოვი სულ უფრო იზოლირებული ხდება. მისი მცირერიცხოვანი მოკავშირეები ავტორიტარი გარიყული ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი ძლივს ახერხებენ რუსული სამხედრო მანქანის შევსებას და შენარჩუნებას. პრინციპში შეიძლება ითქვას, ირანს თავის გასჭირვებია და ის ვეღარ ახერხებს რუსეთის დახმარებას. ამასობაში ნატო გაფართოვდა, ევროპამ ხელახალი შეიარაღება დაიწყო და უკრაინა გაცოცხლებული სამხედრო დასავლური ალიანსის ბასტიონად აქცია. დიპლომატიურად, ეკონომიკურად და რაც მთავარია სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი კუთხეშია მემკვიდრეული. რამდენი ჯარისკაცის მობილიზებაც არ უნდა შეძლოს მოსკოვმა და რამდენი მოძველებული ტანკიც არ უნდა ამოათრიოს საცავიდან, ფუნდამენტური ასპექტები ვერ შეიცვლება. განაჩენი ნათელია. რუსეთის თავდაპირველი მიზნები ოცნება აღმოჩნდა, მისი სამხედრო ძალა კი მყიფე. მიუხედავად იმისა, რომ ომი გრძელდება და მსხვერპლი რა თქმა უნდა უზარმაზარია, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთმა მის თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწია. უკრაინა გადარჩა, სახელმწიფო არ ჩამოიშალა, პირიქით ამ ომმა უფრო გააერთიანა და გამოკვეთა უკრაინული იდენტობა. სწორედ ამ ფონზე გრძელვადიან გამოფიტვის ომში უკრაინის გამარჯვება პრაქტიკულად გარდაუვალია. და თქვენ რას ფიქრობთ რუსეთის მარცხზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო.